საქართველოს ეროვნულ არქივში ვმუშაობ 1979 წლიდან. უკვე 44 წელია ვარ საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ინფორმაციის და გამოყენების განყოფილების თანამშრომელი. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დოკუმენტების დაცვა, ზრუნვა და გაფრთხილება, რადგან მათ კიდევ საუკუნეებს გაუძლო. მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ, მუშაობ საქართველოს ეროვნულ არქივში და ყოველდღიურად შეხება მაქვს საინტერესო დოკუმენტებთან. საისტორიო ცენტრალურ არქივში ინახება დოკუმენტები მე-9 საუკუნიდან. ინახება ძალიან საინტერესო, უამრავი დოკუმენტი, მათ შორის მოქალაქეებს აინტერესებთ და გამორჩეულია საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის ფონდი. ფონდში დაცულია საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერები, დაბადების, ჯვრისწერის და გარდაცვალების შესახებ. ეს გახლავთ აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1891 წლის წიგნი, სადაც დაცულია კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დროინდელი ჩანაწერი. 1891 წლის 6 მაისს დაიბადა კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია. მისი მშობლები არიან სიმონ კაციას ძე გამსახურდია და ჯულიერი ცოლი მისი ნატალია სიკო-სასული. აქვე არის ინფორმაცია მისი ნათლიის შესახებ. ყავს ნათლია დიმიტრი ელისბარის ძე დადიანი. თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთის 1863 წლის წმინდა გიორგის ეკლესიის საეკლესიო მეტრიკულ წიგნში არის ჩანაწერი დავით სამსონის ძე კლდიაშვილის დაბადების შესახებ. დაბადებულია 1863 წლის 1 იანვარს. მონათლულია 10 ივლისს. მისი მშობლები არიან სამსონ დავითის ძე კლდიაშვილი და მისი დედა ვერა ნიკო-სასული. ეს არის დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალის წმინდა გიორგის ეკლესიის 1861 წლის მეტრიკული წიგნი, სადაც დაცულია ლუკა რაზიკაშვილის დაბადების ჩანაწერი. ლუკა დაბადებულია 14 ივლისს. მამა არის პავლე რაზიკაშვილი და ცოლი მისი ბარბარე ხოველიშვილი დავითის ასული. ლუკა რაზიკაშვილის დაბადების ჩანაწერი არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც დედის გვარი არის აღნიშნული. ძირითადად იწერებოდა დედა მამის სახელით მხოლოდ და დედის გვარი არ იწერებოდა. და აქ ის ბედნიერი შემთხვევა, როდესაც დედის გვარიც არის აღნიშნული. არქივი არის ერის დოკუმენტური მეხსიერება. ჩვენი მთავარი საზრუნავია წინაპართა მიერ დღემდე მოტანილი ეს საგანძური მომავალ თაობებს შემოუნახოთ.